გამარჯობა. დღეს ვაგრძელებთ ისევ ჩვენს ვიდეო რგოლებს. დღეს სურს მედიცინის შესახებ გესაუბროთ. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ მედიცინა ჩვენთან პირადად მსურს და ეს ძალიან კარგი იქნება და მე მგონია ყველა ნორმალურმა სახელმწიფომ აირჩია, რომ იყოს უფასო პოლიკლინიკები და უფასო საავადმყოფოები და ასევე იყოს ფასიანი. მდიდარ ადამიანებს, შეძლებულ ადამიანებს, ბიზნესმენები იქნებიან ესენი თუ სხვა სფეროს წარმომადგენლები, ვისაც სურვილი აქვს, კი ბატონო, მივიდა და იმ კუნალონ ფასიან დაწესებულებებში, ფასიან საავადმყოფო პოლიკლინიკებში, მაგრამ ძირითადად საშუალო ფენისათვის აუცილებელი არის და სასიცოცხლო არის, რომ პოლიკლინიკა და საავადმყოფო იყოს უფასო. აი ჩვენთან როგორი საშინელება მოხდა პირდაპირ შემიძლია ასე ვთქვა, როგორც კი განადგურეს ეროვნული ხელისუფლება, რომელიც ხალხმა ირჩია, დამყარდა ეგრეთ წოდებული ვითომ დემოკრატების მიერ შექმნილი რაღაცა. ის ძველი ნომენკლატურას მე ესე ვიტყოდი, რომ ის ძველი ნომენკლატურა დავარდა ის კომუნისტური, ბოლშევიკურ, ლიბერალური შევარდნაძის მეთაურობით დაიწყო აი იქიდანვე დაიწყო უკვე ძირის გამოთხრა ქვეყნის და ერთ-ერთი მთავარი ის იყო სამედიცინო სფეროსაც შეეხნე და ყველაფერი გადავიდა უკვე კერძოზე. მოხდა გაუქმება ამ სახელმწიფო პოლიკლინიკებისა და საავადმყოფოების. შემდეგ სხვა ხელისუფლებამ, რომელსაც შევხედავთ უკვე, იმათმა კიდევ უფრო მადაჭამაში მოდისო და გააძლიერეს. თითქმის აღარაფერი აღარ არის უფასო რო შეხვიდა. იქ რაღაცა დონით გიამბობენ, რომ აი პოლიკლინიკაში რომ შეხვალ მომსახურება და რაღაცა რადგინა, მე იმ წამლებს ისეთი ფასი აქვს, თითქმის მოსახლეობის 80-90% ვერ ყიდულობს და ვერ მკურნალობს თავის თავს. ადამიანმა პირველ რიგში ადამიანს სჭირდება ჯანმრთელობა, განსაკუთრებით ასაკში, როდესაც შედის ადამიანი, ხანდაზმულები ვინც არიან, იმათ ძალიან გაუჭირდა. რა პენსიას აძლევს, რომ იმ პენსიის საშუალებით ჯანმრთელობას მიხედოს. რაღაცა უშუშური პენსიები აქვთ. წამლები ბევრად უსწრებენ, წამლის ფასები ძალიან გაზრდილი არის და დღითიდღე კიდევ იზრდება. ეხლა მით უმეტეს ეს პერიოდი რო დაემთხვა, ყველა გამოკეტილი არის სახლში ვირუსის გამო. ეხლა ხო საერთოდ ძვირდება ყველაფერი პროდუქტს გადახედეთ, აი ბაზარში გადით, მაღაზიებში შევძანდით, სუპერმარკეტებში. გაორმაგებული ფასები აქვს. ეხლა რომელი ერთს მიხედოს მან პენსიონერმა, ავადმყოფმა ადამიანმა, ვისაც ეზა თუ ის ორგანო აწუხებს, ავად არის, თავი გამოიკვებოს, იმაში ჩადოს ეს თანხა თუ წამლები შეიძინოს. რა თქმა უნდა, გაუსაძლეს მდგომარეობაში არიან. ასეთი გაუსაძლესი მდგომარეობა იყო კიდევ უფრო უარესი, მე ვიტყოდი 92-ში, 13-ში, 14-ში, 15-ში, 16-ში. საშინელი მდგომარეობა იყო, საერთოდ ვერ მიდიოდნენ საავადმყოფოში ადამიანები. მით არ ქონდათ ფული არ ქონდათ, ყველაფერი ფულზე გადაიყვანა მაშინ. იმ დროინდელმა ხელისუფლებმა ეხლაც ფულსი არის. ადამიანები თავში ხრჩობდნენ მას. არ ქონდათ, რო ტკივილებისაგან ესეთ სიმწარეს ნახულობდნენ, ერჩივიათ, რომ თავი მოეკლათ. და ამ ხელა საშინელებაა, რომ ადამიანს საშუალება არ აქვს, ფული არ აქვს, რომ განიკურნოს თავი და მიდის თვითმკვლელობაზე. აი ეს ასეთ დღეში, ესეთ სავალალო, ესეთ საშინელ მდგომარეობაში ჩაყარეს ხალხი. აი ეს მოიტანა ვითომ აი დემოკრატიამ. რა დემოკრატია დამყარდა ჩვენთან? არავითარი დემოკრატია ჩვენთან დამყარებულა. ჩვენთან დამყარდა
სადისტების, ყაჩაღების, ბარბაროსების მიერ შექმნილი ხელისუფლება შეიქმნა, რომელიც აწამებს აგერ 30 წელია ადამიანებს, სულს აძრობს. ჩაბძანდით ერთი იმაში მეტროში რა ხდება? ყველა ითხოვს, თითქმის ყუთებით დადიან. ახალგაზრდა გოგოებია, ბიჭებია, ქალბატონებია, მამაკაცები არის, ითხოვენ, რომ ბავშვი მყავს ცუდად, ლეიკემიით არის დავადებული, სხვა და სიმსივნე აქვს დავადებული, რომ რაღაცა შეაკოწიწონ, რომ აი სადმე უმკურნალო. აი ესეთ მდგომარეობაშია. ასეთ საშინელ მდგომარეობაში ჩაყარეს ადამიანები. ეს იქიდან არის გამოწვეული, რომ ჩვენთან არ აშენდა არც ქარხანა, არც ფაბრიკა, რომ ადამიანებს გააჩნდეთ სახსარი, ფული ჰქონდეთ, რისი მეშვეობითაც შეძლებათ იმკურნალო. იყიდონ წამლები იქნება ეს თუ სასამართლოში შევიდე, როდესაც შენ ფასიანს აწესებ. ამიტომ არ შეიძლებოდა ჯერ ფასიანი პოლიკლინიკებისა და სამავთყოფოების შექმნა. თუ შენ არ გაგაჩნია სათანადო სამუშაო ადგილები, რის საფუძველზე ყველა ხო არ არის ახლა საზღვარგარეთ წასულიღაც. ყველას იქნება არა ყავს საზღვარგარეთ წასული ადამიანი, რომელიც იქიდან უგზავნის, ან რა წესი არის. რატო უნდა უგზავნის საზღვარგარეთ, რატო უნდა მიდიოდეს საერთოდ ადამიანი, მუშაობდეს იქ და მერე უგზავნიდეს თავის დედას, თავის მამას, მოხუცებულს აქ პატრონობდეს. ჩვენ აქვე უნდა გქონდეს ეს სამსახურები. მერე ბიუჯეტში უნდა გამოიყოს თანხა, რომ შეიქმნას უფასო პოლიკლინიკები, უფასო სამავთყოფოები. ეს იმ საბჭოთა კავშირის პერიოდში ასე იყო თუ ისე იყო, მოწესრიგებული იყო და ჰქონდათ გასაგებია, რომ ახლა თანხას აძლევდნენ და იხდიდნენ, ექიმს პატივისცემდნენ, მაგრამ ეხლა ესეთი თანხებია თვითონ ოპერაციისათვის დაწესებული, რომ კატასტროფა არის. ხალხი ბინებს ყიდის და არ ყოფნის კიდევაც. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ნომერ პირველი ამოცანად უნდა დადგეს ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურის შემოტანა, შეძენა პირველ რიგში. და აქვე უნდა დაიწყოს ულტრათანამედროვე აპარატურების გაკეთება. ამისათვის ჭირდება ჩვენ ეს ქარხნები და ფაბრიკები. აქ არის ზუსტად მე რასაც ვამბობ წინა გადაცემებშიც, რომ მეცნიერები უნდა დასხდნენ. უნდა მოიწვიოთ ჩვენ, უნდა შეიქმნას ეს სახალხო მოძრაობა. რომ მეცნიერული თვალსაზრისით მოხდეს ყველაფრის დალაგება და მიეხედოს სამედიცინო სფეროს განსაკუთრებით. არ შეიძლება ესე დატოვება სამედიცინო სფეროს. ეს ნომერ პირველი ამოცანა უნდა იყოს. ადამიანი ჯანმრთელი უნდა გჭირდებოდეს და არა ისე, რომ ეს ბიზნესად აქციო, სახელმწიფო ბიზნესად. მე მგონია დღეს საქართველოში ნომერ პირველ ადგილზე დგას ეს ბიზნესი. იმიტომ სადაც გაიხედა უამრავი აფთიაქებია, ოპტიკებით და აფთიაქებით არის სავსე. სუპერმარკეტები და მე მოდის უკვე ესა რა ქვია, აფთიაქები. ესე იგი რას ნიშნავს? ერთს მოუწოდებ დაავადებისაკენ, რომ სულ დაავადებული იყოს. არ გახსნილი თითქმის რა ქალაქში რა ვიღოთ, მარტო თბილისში რა ვიღოთ 2-3 ეს არის საცურაო აუზია. პირიქით გახსენი, რომ ერთ ჯანმრთელი ყავდეს, სპორტულ ფორმაში იყოს ერი. უნდა გიყვარდეს, შენი ხალხი უნდა გიყვარდეს, მაგრამ მე 30 წლის მანძილზე ვერ დავინახე, რომ ვინც მოვიდა ეს ხელისუფალი უყვარდეს ხალხი. ყველა იმთვის თავისი ჯიბისათვის, დოვლათის დაგროვებისათვის. და ყიდულობენ მერე სახლებს, როგორადაც ვიცი, საზღვარგარეთ. ეთყობა იციან, რომ დიდ დღე მაინც არ ელით აქ. ბომბამდე ვერ იქნებიან. სულ ხო შეიძლება ეს მდგომარეობა იყოს. ამიტომ ხალხმა უნდა ამოიღოთ ხმა და უნდა მოთხოვოთ ხელისუფლებას. უნდა დავდგეთ ერთად, უნდა მოხდეს აუცილებლად სახალხო მოძრაობის შექმნა. სახალხო მოძრაობამ უნდა აიძულოს და თუ მათ არ აქვთ ამის სურვილი და არ შეწევთ და უნარი არ გააჩნიათ, უნდა დატოვონ. 100 კაცს ჩვენ ყველანაირად ავირჩეთ. საქართველოში არის ამის ინტელექტუალური რესურსი, ძალიან ძლიერია. ძალიან მდიდარი არის ამ კუთხით ჩვენი სამშობლო. ძალიან განათლებული ადამიანები უყავს და ის ადამიანები არიან სამწუხაროდ ჩრდილში. იმიტომ პატიოსანი კაცი არ იღწვის მან და მაინც ხელისუფლებაში რომ მოვიდეს, მაგრამ დღეს იძულებული ვართ. ეს ჩემი გამოსვლებიც არის იძულებითი.
იმიტომ ხედავ კაცო რამდენი ადამიანიც მოვიდა ყველა თავის ჯიბისათვის მიექანება გულიანი არავინ არ არის თითქმის ჩვენ გვჭირდება 100 გულიანი ადამიანი იყოს საშუალო მწოდის ჯობია ოღონდ საქმე აკეთოს და იქ მაღალ პროფესიონალ ადამიანებს ჩვენ მომძებნით რომლებსაც დავასაქმებთ მაგრამ მართველი იყოს საშუალო დონის წარმომადგენელი რომლებიც კარგად გადაწყვეტენ საქმეს ჯობია იმ ხუთოსნებს აი იმით რო იყვნენ გაჯერებული კაცო გახკიოდნენ მე ამდენი მაქვს წაკითხული და მე ამდენი მაქვს წაკითხულიო მე რა მოუტანეს ჩვენ სამშობლოს რო წაიკითხეს არაფერი კარგი გაიმდიდრეს თავიანთი ჯიბეები გაავსეს მოკლედ პირველ რიგში ესე იგი ჩვენ უნდა მივხედოთ სამედიცინო სფეროს და უნდა დაიწყოს სახელმწიფო მმართველო ორგანო უფასო პოლიკლინიკები უფასო საავადმყოფოები და დროულად უნდა მოხდეს იმ ადამიანების გამოჯანმრთელება ვისაც საშუალება არ აქვს და ვინც ვერ მიდის საერთოდ იმაში პოლიკლინიკაშიც არ აქვს ამის სახსარი და რესურსი იყოს კი ბატონო პასიანი საავადმყოფოები და პოლიკლინიკებიც და ვისაც სურვილი ექნება ვისაც აქვს ამის შესაძლებლობა კი ბატონო იქ მივიდეს მაგრამ აუცილებლად უნდა იყოს ეს უფასო პოლიკლინიკები და უფასო საავადმყოფოები ამისათვის ჭირდება ჩვენ ბიზნესის განვითარება მცირე ბიზნესი და საშუალო ბიზნესი აუცილებელია წარმოებები უნდა რაც შეიძლება სწრაფად უნდა ამოქმედდეს აქ დასაქმდება საშუალო ფენა ძირითადად ესე იგი რეგიონი არ უნდა დარჩეს რომ არ იქნება იქ ქარხანა და ფაბრიკა სოფლად განსაკუთრებით არც ერთი სოფელი არ უნდა იყოს რომ სადაც საკონსერვო ვერ გაიხსნება გადახედეთ ერთ სოფლის მოსახლეობას ვინ პატრონობს იმათ რამდენი გაჭირებულია სოფელში რამდენს კაპიკი არ აქვს ერთი თეთრი არ გააჩინია რომ წავიდეს და იმკურნალოს რასაც შუის ალბათ ის იმაზე მიაქვს წამლისათვის არა ისე სტაბილურად ძალიანად მთელი სხეულის გამოკვლევა რომ მოახდინოს მეგონი ესეთი არ აქვს ამის საშუალება ყველანაირად უნდა იზრუნოს ხელისუფალმა ავარიისთვის მოდიხარ ხელისუფლებაში თავრობის ნომერ პირველ ამოცანად უნდა დადგეს ჩემი ჯანმრთელი ადამიანი და მე დანარჩენი ყველაფერი თუ ჯანმრთელი არ ყავს ერი რა არას გააკეთებ ამდენი დავადებული ამდენი ხეიბარი თუ იქნა საინტერესოა მე კიდე ამ ეს ბიჭები რომლებიც მომოვიდნენ ზოგმა უამრავ კონტუზია მიიღო იმათ რა მკურნალობენ და ესეც საინტერესოა ესეც კვლევისაგანი არის რა უჭირთ რა ულხინთ როგორ მდგომარეობაში არიან სამშობლოსათვის თავს დებდნენ ეს ადამიანები ზოგს ხელი არ აქვს ზოგს ფეხი არ აქვს კომპენსაციები უნდა იყოს გამოყოფილი ამაზე სახელმწიფო უნდა იზრუნოს ეს ჩამოწერილი უნდა იყოს ჩამონათვალი უნდა ქონდეს მე ვერაფერს ვერ ამჩნევ მსგავს პარლამენტს რო გადახედავ რაღაც სისულელეების გულისთვის მიდის დაობა ვერ იყოფენ იმ ტერიტორიებს საიდანაც ეტყობა ფული შეძით მათ აი ეს საკითხები ყველაფერი უნდა იყოს ნათლად გამოკვლეული და დახმარებაც უნდა იყოს ამის შესახებ კარგი იქნება აი ამ კუთხით პირდაპირ იყოს გადაცემები ტელევიზიით რა საჭირო ამდენი ტელევიზია არსებობს კაცო ერთი იყოს და ნორმალური ერჯობია ნახოთ აი სამედიცინო სფეროში რამდენ ადამიანს დაეხმარა აღწერა უნდა მოხდეს იმის ამ გაჭირვებული ამ ავადმყოფი ადამიანების რამდენ ადამიანს უჭირს და რა კატეგორიებიც უნდა აღინიშნოს რა დოზით ვის რა ესაჭიროება და სახელმწიფოს მოძლიარება რომ დაიწყება აუცილებელია ეს ნანოტექნოლოგიებით წარმოებული აპარატურა ჩვენთანაც უნდა დაიწყოს რამდენი კარგი ისაყვავს მეცნიერი მკვლევარი ფიზიკოსი მათემატიკოსი გამოიგონებენ ახალ აპარატურას
გულის იქნება, თავის ტვინის იქნება, კუნთების იქნება, ყელგურის იქნება, თუ დანარჩენი ორგანოების მთლიანად მთელი რაც კი არის საჭირო. თუ არ ვცდები, აი ამ კუთხით ძალიან მაღალ დონეზე არის ისრაელი. ყველაფერს აკეთებენ. რომ თავიანთი ხალხი იყოს ძალიან ძლიერ მდგომარეობაში, ჯანმრთელი იყოს. ეს სწორიც არის. სამაგალითოა ახლა ისრაელი. ძალიან ბევრი სახელმწიფოსათვის. ხედავთ პატარა როგორ დადგა ფეხზე. აიღო ერთი იმერეთის ხელა არის, თუ ერთი კახეთის ხელა არის, მთლიანად მთელი ისრაელი. ერთ-ერთი მოწინავე სახელმწიფო არის. მით უმეტეს ტერიტორიულად როგორ მდგომარეობაა, თითქმის უდაბნოში არიან რა მოდის. ჩვენ კიდე 64-ში ვართ. უღმა რო გადააგდო რაღაცა წამამოდის ჩვენთან. ყველაფერი ძალიან მაღალი ხარისხის მოდის ჩვენ. ბოსნეული გინდა, ახალი გინდა, ისე რამდენი რაღაცები გვაქვს ჩვენ. სპილენძი, ქვანახშირი არის, რა ვიცი. ყველაფერი გვაქვს ჩვენ თითქმის. ნავთიც არის ჩვენთან და გაზიც არის და შეიძლება სიკეთის სამსახურში ჩააყენოს ეს ყველაფერი. მარტო საკონსერვებიდან რამდენი თანხა შევა ის ბიუჯეტში და რამდენი სამავთყოფოს აშენება შეიძლება, რამდენი პოლიკლინიკის აშენება შეიძლება, რამდენი ექიმის, ესე იგი ხელფასის რამდენი ექიმს გაუუმჯობესებ ხელფასს. აი აქ კიდე ახლა მივიდეთ ჩვენ სამედიცინო სფეროში. ექიმებს სჭირდება ძალიან დიდი ყურადღება. ექიმს, ექთანს. უნდა დაუნიშნო მაღალი ხელფასი. აქ როგორც ვიცი, ფულს იხდიან, მაგრამ თვითონ ექიმებს ძალიან დაბალი ხელფასები აქვს, ექთნებსაც. ეს არ შეიძლება. ეს არის პირდაპირ ყაჩაღობა. ეს არის სიძულვილი სახელმწიფოსადმი, შნიერისადმი. მე წინა გადამოცემებში დაწვი, ექიმსაც პირველ რიგში, ექიმს, მეხანძრეს, მასწავლებელს, პოლიციელს, ასეთი სპეციალობებს ამ კუთხით, ვინც მსახურობს და თავდადებული არის. პირველი დახმარებები ჭირდება და პირველ ყურადღების მიპყრობა ჭირდება. ყველაფერს ჭირდება პირველ ადგილზე დაყენება, მაგრამ ესენი განსაკუთრებით სამედიცინო მით უმეტეს ახლა. ახლა ავად რო გახდები ადამიანი, პირველი ექიმი ჭირდება. აღარ დაიწყებ ახლა გამოწვეული ახლა ციგნების კითხვას და რაღაცა თუ ტკივა ადამიანს, ზოგს ფილტრის ტკივა, ზოგს გულის ტკივა, ზოგს ხუჭინას ლავის პრობლემა აქვს. მე თქვენ გეტყვით და ახლა ნორმალურ რამეს საკვებს ღებულობთ თუ რა? საშინელი საკვებია. გენური ინჟინერიით არის გაჯერებული ყველაფერი. აი გენურმა ინჟინერიამ რამდენი სიმსივნე მოიდანა კიდევ. ამაზე ვიდრე მედიკოსები საუბრობენ. ის პროფესორები საუბრობენ. მოსავლარო შედეგი მოიდანა გენურმა ინჟინერიამ. აუცილებელია ექიმების ხელფასების გაზრდა. რო გაიზარდოს ექიმის ხელფასი, ამისათვის ჭირდება ისევ და ისევ გამიმეორებ ქარხანა და ფაბრიკა. ამ ქარხნიდან და ფაბრიკიდან მის შედეგად წარმოებული ნაწარმი როცა გაიყიდება, როცა იქნება ხარისხიანი, იქიდან შემოდანილი ფულით, შემოსული ფულით გამძიმდება ბიუჯეტი. ჩვენ ისეთი საწარმოებები შეგვიძლია რომ შევქმნათ მარტო საქართველოში მოხმარებადი კი არ იქნება, არამედ საზღვარგარეთაც გავა. შეიძლება ამის გაკეთება. იმიტომ ძალიან ძლიერი ინტელექტუალური რესურსია, ძალიანაც ხლაც გამიმეორებ. არაფერთ არ ვარ ჩვენ არც ფინელებზე, არც დანიელებზე, არც შვედებზე, არც გერმანელებზე, არც ფრანგებზე, არც ვიეტნამელებზე, არც ირანელებზე, არც თურქებზე და არავის ნაკლები და არც იაპონელებზე. შეიძლება მეტითაც ვიყოთ, იმიტომ რომ ძალიან ნიჭიერი ადამიანები გააჩნია საქართველოს. გადახედეთ რამდენი კარგი პოეტი ყავს, რამდენი კარგი მუსიკოსი, რამდენი კარგი ფიზიკოსი, რამდენი კარგი მათემატიკოსი, უმძლიერესი. ჩვენი მათემატიკოსები ნახეთ საზღვარგარეთ როგორ მუშაობენ, როგორ შრომობენ, როგორი მიღწევები აქვთ ფიზიკოსებს, მათემატიკოსებს, მხატვრებს, მუსიკოსებს, მომღერლებს. აქ რო შექმნა პირობა, აქ ნორმალურ ხელისუფლებას რო უყავდეს ჩვენ და კარგი ანაზღაურება გქონდეს, ის ადამიანი არ წავა. რატო წავა აქიდან? ლოგიკა სად არის? იმას არ უჩენია თავის ოჯახში იყოს, თავის ხმარშვილთან, თავის ცოლშვილთან, თავის დედასთან, მამასთან, ახლობლებთან.
იქ საზღვარგარეთ ჩვენ უნდა დავდიოდეთ სამოგზაუროდ, დასათვალიერებლად. და არა ისე რომ წავიდეთ და იქ შევიქმნათ კარიერა. რატო აქ იყოს ეს კარიერა? აქ მივცეთ ჩვენი სახელი აი აქედან გავიდეს. იმათმა თქოს გერმანელებმა რომ აი საქართველოს ყავს ძალიან ძლიერი მედიკოსები თვითონ საქართველოში აღზრდილები. და არა იქ აიმაღლონ ეს კვალიფიკაცია. აქ იყოს ჩვენთან იყოს, ჩვენთან გაძლიერდეს. ამისათვის ჩვენ უნდა გვჭირდება სამედიცინო სასწავლებლები, სამედიცინო სკოლებიდან დავიწყოთ, სკოლები, სასწავლებლები, ინსტიტუტები და არ არის აუცილებელი მარტო იყოს ქალაქ თბილისში. მე წინა გადაცემაში დავთქვი, მაშინ განათლებასთან მქონდა დაკავშირებული, იქ ძირითადად მაშინ მაინც შევეხე ხელოვნების სისტემის სასწავლებლებს. საერთოდ მაქვს ხედველობაში. იგივე აი ქალაქები გაწოვე მაშინ. იყოს ესეთი ძლიერი სასწავლებელი კახეთს კონდეს ქართს, ზემო ქართს, შიდა ქართს, მთიულეთში იყოს, ხევში იყოს, სვანეთში იყოს, რაჭაში იყოს, სამეგრელოში, აჭარაში, აქ სამცხეში იყოს. არის აუცილებელი მარტო ერთი იყოს აქ და ძალიან სახელოვანი. ეს კონკურენცია მოიტანს მე დიდ ხარისხს. პრიორიტეტი იქნება ხარისხი, უბრალოდ დაამთავრა და დიპლომი აიღო და ჯიბეში ჩაიდო, არა ბატონო. ეს დრო დამთავრდა, ეგ საბჭოთა კავშირის დროს იყო. თუმცა კი რომ გადავხედოთ საბჭოთა კავშირმა ძალიან ძლიერი სპეციალისტები მისცა. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს რომ ძალიან ბევრი რაღაცა ესეთი ნაკლოვანი, ჩრდილოვანი მხარეები ქონდა მაშინდაც სწავლებას. მაგრამ სპეციალისტები მაინც გამოდიოდნენ. იმაზე მეტად, ვიდრე ეხლა საშინელებაა საერთოდ. ეხლა სწავლას თითქმის აღარ აქცევა ყურადღება. თუ გინდა კარგი პროფესიონალი დადგე, ყველა თითქმის მედის საზღვარგარეთ. და ეს საშუალება ვის აქვს? მხოლოდ ძალიან შეძლებულ ადამიანებს. საშუალო ფენის წარმომადგენელი ძალიან უჭირს თავის შვილის გაშვება საზღვარგარეთს. მაშინ შეიძლება ორი ბინა კონდეს რაღაცა და ერთი გაყიდოს, ან აღარ კონდეს, ან სოფელი კონდეს, უნდა გაყიდოს და აი იმ თანხით თუ გაუშვებს. ისე ვინც მუშაობს, თუ რაღაცა არის სამსახური, ისიც დაბალი მიზერული ხელფასები აქვს რა ჩვენთან. სად არის ახლა ისეთი ხელფასი? სად აქვს? ახლა გერმანელს უაქვს. ან ესპანელს უაქვს, რა ვიცი მე, თურქს უაქვს. თურქეთში როგორც ვიცი, გაცილებით უფრო იაფი არის სწავლები და მომსახურება სამედიცინო, ვიდრე ჩვენთან არის. და ჩვენები უნდა გადადიან იმაში თურქეთში და იქ ყიდულობენ წამლებს. და ვისაც იქ პატრონი ყავს, ესე იგი, ვინც მუშაობს იქ ყიდულობს და აქ უგზავნის. აი ესეთ სავალალო მდგომარეობაში იმყოფება ჩვენი სამშობლო. აი ამ სამედიცინო სფეროს აუცილებლად ნომერ პირველად იგზას უნდა დავაყენოთ და პირველი ხელისუფალი როგორც კი მოვა პირველი დახმარები, ელვისებური დახმარებები უნდა გაუწიოს სამედიცინო სფეროს და აი ეს სფერო უნდა იყოს აი ხუთიანზე შესრულებული ხუთბალიანი სისტემით რომ მოხდეს შეფასება, ხუთიანზე უნდა იყოს შესრულებული. პირველ ამოცანად უნდა დაისახოს. აღწეროს რამდენი გაჭირვებული არის, ესე იგი რამდენი თავადებულია და პირველი დახმარებები ვინც სჭირდება სამედიცინო თვალსაზრისით ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რომ აღდგეს მათი ჯანმრთელობა სრულყოფილი რომ გახდეს ადამიანი, ჯანმრთელი რომ იყოს სრულყოფილად, პირველი დახმარებები უნდა გაუწიოთ. ამას გააკეთებს მხოლოდ და მხოლოდ მაღალი შეგნების ადამიანთა გუნდი. აქ ერთი და ორი ადამიანი ვერაფერს ვერ გახდება. აი ესეთი გუნდი უნდა შეიქმნას. ამიტომაც მსურს რომ სახალხო მოძრაობა შეიქმნას. მე ღრმად ვარ დაწუნებული რომ შეიქმნება კიდევაც და ძალიან კეთილშობილი ადამიანების ნაკრები გუნდი შეიქმნება. რომლებიც უკვე მიხედავენ ჩვენ სამშობლოს. არ შეიძლება ესე 30 წლის მანძილზე უყუროთ ჩვენ ქურდ ბაცაცებს, როგორ ძარცვენ ბიუჯეტს, როგორ მდიდებიან თვითონ. ყველაფერს აქვს თავის წყისი და ყველაფერს აქვს თავის დასასრული.
და უნდა დავასრულოთ ჩვენ მათი აღვირახსნილობა. მე აგროვენ დოვლაც და ერთ მათგანს არ უფიქრია, მოდი ერთ საწარმოს მაინც ავაშენო. არა, ყველას მეაქვს ეს თანხა უცხოეთის ბანკებში, ალბათ. მე ასე ვფიქრობ, ესეც არის ალბათ. 2-3 ადამიანის მაინც შეკრებილი იყო და რაღაცა გაეკეთებია. ერთი საწარმო მაინც იყოს, კაცო, ერთი რო შეხედო და თქვა, რომ აი ამის წარმოება ხდება ჩვენთან. რო იქიდან შემოტანილი თანხით იფსება ბიუჯეტი, კაცო. რითი იფსება ეს ბიუჯეტი? ამის კუთვნებს რო დაატარებენ იქ უცხოეთში ჩვენი გამწარებული ქალბატონები? ამით გინდა ეს სახელმწიფო იყოს ძლიერი? და დარჩენილი აქ რაც არის ის ძველი ქარხნები და ეს ფაბრიკები და მიწების გაყიდვა დაიწყეს, კაცო. მიწის გაყიდვა ეს არის დანაშაული. არაფრით არ შეიძლება ქართული მიწის გაყიდვა. არც იჯარით ეს გაცემაზე ვარ მე თანახმა უცხოელს. ამოდიან და 50 წელი და 100 წელი და აიცი მე 100 წელიც მე რა ხდება გას. თუ ინვესტიციის ჩადება უნდა, ეს უნდა იყოს ხელისუფალის მეთვალყურეობის შემდეგ და პირდაპირ უნდა იყოს შეთავაზება, რომ აი ეს მინდა, მოდი ამიშენე ქარხანა, ფაბრიკა, ამიშენე საავადმყოფო, კონდეს ბატონო შენ მაგალითად, 10 წლით ავიღოთ, 10-15 წელი. შეიძლება მეტი მე მგონი საკმარისია. კონდეს თავიდან მას 60%, 40% ჩვენი იყოს. მაინც ხოლმე დიდ სარგებლობას ნახულობს ეს ადამიანი. ახლა ჩვენ დამთავრებები რაც მახსოვს, ესენი ეუბნებოდნენ 60 კი არა 80% მე და 20% მასე არ თანხმდებოდა რამე და არც თანხმდება ახლა. კაპიტალისტი რატო იმას ისავს, იზარალებს რა. ასე არა. თუ ინვესტიციები იქნება, აი ამ კუთხით ესე უნდა განვითარდეს. ჩვენ მათ ექნებათ უფრო მაღალი ისა და მე მთლიანად ჩვენ დავშება ის ქარხანაც, ის ფაბრიკაც, ის სამატყობო, ის სასწავლებელიც. 10 წელი იქნება თუ 15 წელი იქნება. მაგრამ ყველაზე კარგია და სასურველია ქართველი ბიზნესმენები, რომლებიც არიან წასულები, წაბრძანებულები, შენ დალოცვილო, შენ აიღე, შენ გააკეთე, შენ ჩადე, შენ ხო გაქვს ამდენი თანხა. გაერთიანდით ეს ბიზნესმენები. და დაიწყეთ ეს ქვეყნის შენებლობა. აგროვეთ თუ დალოცვილობა ეს თანხა. დაიწყეთ ქარხნების, ფაბრიკების, დაგლოცავთ ერი ხალხი დაგლოცავთ. ღმერთს გაუხარდება, ეს იქნება ღმერთის სასიხარულო საქმე. ჩვენ ყოველ დღე უნდა ვაკეთოთ ღმერთის სასიხარულო საქმე. და დღეს რა გამოდის, კაცო, ეს მთავრობები ჩვენ რაც დავინახეთ, ყველა აკეთებენ ეშმაკის, ლუციფერის საქმეს. ამიტომ ვამბობ, ჩვენ გვჭირდება 100 გულიანი ანთებული კარგი ადამიანი, შესანიშნავი ადამიანი. აი ჩრდილში ვინც არის ახლა ის ადამიანები უნდა გამოვიდნენ ამ ჩრდილიდან, აღარ არის ჩრდილში ყოფნის დრო. ასეთ ადამიანებს ქვია უფლის მიერ გადანახული ადამიანები. მე ასე დავარქმევდი. დღეს უკვე გამოსვლა არის უკვე. საჭირო და აღარ არის უკვე იმის დრო, რომ აი სახში ისდე და უყურო სხვას. იმან გააკეთოს და მე ტაშს დაუკრავ. არა ბატონო, არაფერს აღარ უნდა ეს შენ ტაში. ყველამ უნდა გამოვიღოთ ჩვენი წვლილი. თითოეული ჩვენგანი უნდა ვიყოთ ჩვენი სამშობლოს ჯარისკაცი. ჯარისკაცობა ეს ყველაზე დიდი ტვირთია. ზღვანერად არ გამოდის. სხვა არავინ არ გააკეთებს ჩვენს გასაკეთებას. სხვა ყოველთვის მოდის შენ უნდა იყო ცუდად, ავად და იქითგანაც მიდის. აბა ამდენი ესაა თავადებული, მე რო პატარა ბავშვი ვიყავ, მაშინ არ იყო. იმიტომ რომ მთელი ფსიქოზია შექმნილი ასეთი. საკვები არ გააჩნია ადამიანებს ნორმალური და ნორმალური საკვები რო არ არის, სხეულიც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. აბა ნახეთ ელემენტარული რაღაცა დააკვირდით, ვისაც მანქანა ყავს ახლა. კარგ ბენზინს რო ჩაასხავ, მაშინ უფრო კარგად მუშაობს მანქანა, მოტორი, ძრავი თუ უცუდს რო ჩაასხავ. რა თქმა უნდა, კარგის დროს. იგივე ადამიანიც, ესე არის მოწყობილი.
თუ კარგ საკვებს იღებს ის საკვებს იღებს ის კარგად არის მე ჯანმრთელად არის ამდენ ცუდი საკვები ის მიღებით მე კიდე ქალაქში გაუსაძლისი მდგომარეობა ამდენი გამონაბოლქვია განსაკუთრებით თბილისში ვერ ისვენებს ადამიანი ვერ დადის დასასვენებლად აუცილებელი არის წელიწადში ერთხელ კი არა მე ვფიქრობ რომ ორჯერ უნდა დაისვენოს ერთი ზაფხულში თასა და ზღვაზე მეორე კიდე სამთარში თაში ისეთ დრო დადგა ჩვენთან უკვე თოვლი აღარ მოდის არგია ეს თოვლი სუსხიც უნდა იყოს სუსხთა ჰაერი ფილტრები უნდა გაიწმინდოს გასუფთავდეს გაჯანსაღდეს აი ეს რო გაკეთდეს ესეთი გუნდი უნდა იყოს ხელისუფლებაში უნდა გიყვარდეს შენი ჰერი უნდა გიყვარდეს სისხლში უნდა გქონდეს ეს სიყვარული შენი ერიც უნდა გიყვარდეს და კაცობრიობა უნდა გიყვარდეს პლანეტა გალაქტიკა მთლიანად სამყარო უნდა გიყვარდეს რო გიყვარდეს კიდე სიკეთით უნდა იყო გაჯერებული და გაჟღენდილი ამათან არანაირი სიკეთეს არ დამინახია და ვერ ვხედავ მე ერთი წერტილია არ ეთყობათ მათ სიკეთის სულ არის საცოკლე ჯვაზე გადასული იმიტომაც აკვავ ჩვენ ამდენი გაუბედრულებული ადამიანი და ამდენი დასახმარებელი მე ხშირად მიწევს თითქმის მგზავრობა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და განსაკუთრებით მეტროში ამოდიან ეს გაჭირებულები ძაღანაც აღნიშნე და ითხოვენ სულ დახმარებას რამდენს უნდა დაეხმარო თან ახლა 5-10 თეთრით ასე ყოფა თუნდაც ლარი რომ ისი ადამიანს იმდენად ძვირად ღირებულია ეს ამკურნალობა და სულ ადრიან რა აი საზღვარგარეთ შედალოცულო თუ არის იქ მკურნალობა ძვირი იქ ისინიც აქვთ კაცო დაცვებიც აქვთ სხვადასხვა ესენია დაზღვევები აქვთ იმ ადამიანებს სამსახურები აქვთ და ხელფასი აქვთ მაღალი ხელფასი აქვთ არის კომპანიები და არის სამსახურები რომლებიც თვითონ მკურნალობენ მათ გააჩნიათ ეს პოლიკლინიკები საავადმყოფოები დავნერგოთ ჩვენთანაც და რომ დავნერგო ამისათვის სამსახური უნდა არსებობდეს ქარხანა უნდა არსებობდეს ფაბრიკა უნდა არსებობდეს აი ქარხანაში იყოს მოაწესრიგოთ ესეთი და ისა შევქნათ რომ ბინაც გაეცეს აქედან ახალგაზრდა ოჯახები რომ შეიქმნა ბინაც კონდეთ აი იმ ქარხნიდან საბავშვო ბაღშიდაც მიიყვანოს იმას კურირებდეს ეს ქარხანა მძლავრი გახდეს მძლავრი იყოს ეს ბიზნესმენი და სამედიცინო ჯანდაცვაც მასაკრას ეს დაზღვევაც კონდეს ამ ქარხანას ფაბრიკას კონდეს აი ეს საუკეთესო იქნება ძალიან კარგი იქნება და მისასალმებელი იქნება ეს უნდა დაინერგოს ჩვენთან ვისწავლოთ სხვა ქვეყნებიდან რაც კარგია ჩვენთან არ გაკეთდა გასო ერთი ძაბრი გააკეთა შევარდნაძე მუზარმაზარი ძაბრი მთელი საქართველოს თავზე და ვისაც რა ცუდი ქონდა უკეთურება ქონდა ყველაფერი მოიტანა და დაასხა თავზე იქიდან დაწყებული მოდის ეს საშინელი მდგომარეობა მე მეორე ხელისუფლება გააგზავნა მესამე ხელისუფლებას იგივეს აკეთებს არაბითარ წინსვლა ჩვენ არ აქვს ერთი მეორეზე არის ხელისუფლება მივიღეთ ამ 30 წელს მათეს ასე მეგობრებო რომ სამედიცინო სფეროს პირველ რიგში ჭირდება დახმარება ძლიერი ესე იგი უაღრესად მწოდნე ექიმები უნდა შეუშვათ უაღრესად მწოდნე ექთნები ყველა პირობა უნდა კონდეს ექიმს ექთანს უნდა კონდეს ბინა მოწყობილი კეთილი მოწყობილი ბინა თავისი აგარაკი თავის მაგალ ყველა პირობა უნდა შეუქმნათ ამაზე არ უნდა იყოს ისა ვიღაცამ არ უნდა დაიწუწუნოს იმიტომ რომ მათი ხელშია ჩვენი ჯანმრთელობა უნდა კონდეთ ეს ხელი უნდა გამომართოთ ოფიციალურად უნდა კონდეთ ეს ოფიციალურად ტელევიზიით იყოს ამ შესახებ გადაცემა რომ ამ კაცს ეძლევა ამას ექნება ისე კი არა რაღაცნაირად რომ იმანთან ეს ხაზარდოს წამალი ესე იგი ბევრი გამოგიწეროს და რაღაც ეს ყველა პირობა ექნება და ამას დაჭირდება მე სამედიცინო პოლიცია სამედიცინო კონტროლი გააკონტროლებს თუ იქ დაუშვებს შეცდომებს და იმ ამაძაღლებს ის ექიმი მოხდება მე ციხეში სათანადოდ დაიჯება მასი არ იქნება
ის ცუდი ექიმებს გამომავლენთ და დავიჯით. ხოლო კარგი ექიმებს პირიქით დაჯილდოვებდებიან. ძალიან ბევრი სიკეთების გაკეთება შეიძლება. ექიმები უნდა იყოს ხელის გულზე ატაროს სახელმწიფო. უნდა მოხდეს მათი წახალისება, მათი დაჯილდოება. კარგი საუკეთესო ექიმების და ექთენების ტელევიზიით მოხდეს მათი აგიტაცია, პროპაგანდა. ამ ექიმმა ეს გააკეთა, გადაარჩინა ამდენი სიცოცხლე გადაარჩინა. აჩუქა დედამიწას აი ისეთი ადამიანები. გადაურჩინა მათ სიცოცხლე. გამოიყვანეთ გას ტელევიზიით, აჩვენეთ. ეხლა კიდე როგორ მდგომარეობა ამ კორონასთან დაკავშირებით, ნაწილი ექიმები ამბობენ ეს ვირუსი შეიძლება ისე აილაგმოს, ვაქცინა არ დაჭირდეს, ნაწილი ამბობს, რომ არა, გინდა თუ არა, ვაქცინა უნდა გაიგეთოს და ზოგი ამბობს, რომ აი, ეხლა გაიგეთა ვაქცინა და კარგად არის, მერე გავხედა და უცხოეთში თუმცა ცუდად გახდა ეს რამოდენიმე ადამიანი გარდაიცვალა და აი ესეც საშინელ მდგომარეობაში. მე უსურებ გისურვებ თქვენ მთლიანად ქართველებს და მთლიანად დედამიწას, რომ რაც შეიძლება მალე დაგვანებოს თავი ამ კორონავირუსმა და ვიყოთ ყველანი ჯანმრთელები, საღად მოაზროვნენი და ჩვენს ოჯახებს ვემსახუროთ, ჩვენს სამშობლოს ვემსახუროთ და ღმერთის ფარველობაში ყოფილიყავით ყოველთვის. გვიყვარდეს ღმერთი, როცა ადამიანს ღმერთი უყვარს, ის ყველაფერს შეძლებს. ეს სახელმწიფოც კიდევ განვითარდება და გაძლიერდება. დღესდღეობით ამით დავასრულოთ. გისურვებთ პირველ რიგში ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ხვავს, ბარაქას და რაც მთავარია, სიყვარულს.